გემშვიდობებით ნანუკა და მაყურებელს კულტურის სიახლეებს გავაცნობთ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვეფხვისტრაუსნის ახალი ალბომი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება დღეს. გამოცემა როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ნუსხებს, ასევე უცხოეთში არსებულ ხელნაწერებსაც აერთიანებს. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და ვეფხვისტრაუსნის პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლის თავს ეძღვნება ვეფხვისტრაუსნის ახალი ალბომი კატალოგის პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში დღეს 5 საათზე დაიწყება. ღონისძიების შემდეგ ვეფხვისტრაუსნის ახალი ალბომი კატალოგის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. საღამოს დასასრულს ვეფხვისტრაუსნის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართება. ნამუშევრები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ერთ კვირას დარჩება. ეს არის მინიატურების ერთიანი სრული ალბომი. მიუხედავად იმისა, სად არის ეს ნუსხები დაცული, ჩვენთან საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. აქ არის დართული საინფორმაციო მნიშვნელოვანი წერილი ძველ ნაბეჭდ გამოცემასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო ვეფხვისტრაუსნის გამოცემა და აი ამ მთლიანობით, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან განსხვავებული ალბომი, რომლის მსგავსიც ვეფხვისტრაუსთან დაკავშირებით თავისი სისრულითა და ხარისხით ჯერ ალბათ არ გამოცემულა.